ეს რამენაირად მინდა ამ პარლამენტარებს თხოვო, ხო? ისეთ რაღაც კანონებს რო ღებულობთ, ხო შეიძლება აი ერთ დეპუტატს ეს გაახსენდეს, ეს საკითხი დააყენეთ და ეტლი მაინც გავანთავისუფლოთ გადასახადიდან. ეტლის შემოტანა მაინც არ გავამბაჟოთ. ეტლი ოპერაცია და ასე შემდეგ. ახლა მეუნებიან ისეთ რამეს. აი როგორ უნდა თქვათ გავაკეთოთ. აი მაგალითად რაღაცა აი სიკეთე როგორ გავაკეთოთ, აი ვეუნები აბა სიკეთე როგორ უნდა გავაკეთოთ. რა თქმა უნდა გადაიხადო ეს თანხა. გასაგებია, ხო, ვიხდით. თუ გადავიხდი 10.000, იმ 5.000-ს გადავიხდი. თქვათ, მაგრამ არ არის ეს პარლამენტარებს მინდა უთხრა. ნებისმიერ პარლამენტარს მე ჯერ ვთქვი, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ოპოზიცია თუ არ არის ოპოზიცია, ეს საკითხი სასწრაფოდ არის გადასაწყვეტი. ამას მე ვამბობ ჩემი ბიზნეს ასოციაციის სახელით და ეს მოსაგვარებელია. ახლა მეუნებია რომ შენ თუ გინდა ქველმოქმედება გააკეთო, არსებობს წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, აბაშაში, თელავში, თბილისში, კასპში რაღაცა ორგანიზაციები, საქველმოქმედო ორგანიზაციები, იქ უნდა ჩავიდი ახლა მე კასპში ან თელავში, იქ უნდა მიუტანო ეს აქტი უნდა გაკეთდეს და უნდა დაახლოებით 7 თვე რომ მე ეს საჩუქარი ამ ახალგაზრდებს გადავცე. მე ვთვლი გელა ბარკალაია და ყველა ჩემ სიტყვაზე ვაგებ პასუხს, რომ ეს თუ რამე ამ ქვეყანაზე